სტატისტიკის მიხედვით ნარკომომხმარებელთა 10%-ს ქალები წარმოადგენენ. სწორედ ქალთა ნარკომანიის პრობლემას საქართველოში მიეძღვნა ფონდ-ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გამართული ბრიფინგი, რომელიც ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაციამ გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს 2 რეგიონში, ზუგდიდსა და გორში, ქალ ნარკომომხმარებლებთან მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრეს. მათ ყურადღება ქალთა ნარკომანიის პრობლემის სტიგმაზე გაამახვილეს. Ამათ ოთახში მოთავსებული 4 ნარკომომხმარებელი ქალის ცხოვრება შესვლის საშუალება ექნებათ მოსულ სტუმრებს. განფენის იდეა არის, რომ სტუმრები დააფიქროს მათ მიდგომაზე ამ ქალების მიმართ და ანახოს, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ სჭირდებათ თანადგომა და არა ხელისყრა. ქალთა პროექტები, რომლებიც ხორციელდება, თქვა სამეგრელოსა და გორში, კონფიდენციალობისა და ანონიმურობის პრინციპის დაცვით ხდება, მიმდინარეობს პრინციპით ქალები ქალებს. სერვისები არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გულისხმობს როგორც ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ასევე იურიდიული კონსულტირების საკითხებს. საქართველოსთვის არსებობს რაღაცა ენდემური სტიგმა და ასევე ის ბარიერები, რაც შეიძლება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს არ ქონდეთ და ამ კვლევების მთავარი საფუძველი ის არის, რომ სამომავლო პერსპექტივაში დაიგეგმოს სწორად სტრატეგია ამ ქალბატონებთან მუშაობის, რათა ისინი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.